დაისვენეო და ისიამოვნეო შენი ფრენითო და ფულები დახარჯეო ბორძეო თვითმფრინავშიო. ვაიმე, ცივა! ცივა, შენ არ ცივა? რატო არ ჩაიც? არ ვიცოდი, კობედნაში ასა თუ უვერავდა. კაცი ხოდა რომ გადამოვედი. კუჭი ამდგედა. ჰა? კუჭი. კუჭი ამდგედა? დრონცულიკო. ეს როგორ არის დასკუპებული აგერ დაჯისთან ერთად. ვიღაცას ეგონება რა წყნარი ბავშვიაო და ამ დილით თელუბანს რო ესმოდა ამის წივილ-კივილი. ბაღში დაგიყვანო? რატო ტიროდი დილას რო ადეგი ადგომის წუთიდან? ნა? მოიცა ჩანთას გამოვიტან შიგნით რაღაც ჩანთა მაქვს. ტირალა. ორივე სკამი? ერთი დიდები. კარგად დაჯი. ფაქტიურად არ მიძინია, საერთოდ არ მიძინია. კაგა. აეროპორტიდან მივედი დილის 6 საათზე 1 საათში სასადგომი ვიყავი და აღარ დამიძინია. გავაცილე ზურა. ევეკო მივიყვანე სკოლაში, ახლა წავიყვან დანის. მე ვიყიდი ყავას. წუხანდელი ყავა აგერა, ყავის ჭიქა აგერა მაქვს. კიდე. სმარტის. სხვა შორის აუცილებლად და სხვა შორის ძალიან გემრიელი ყავა იყო. მაგრამ 10 ლარი ღირდა აეროპორტში. წყალი 9 ლიტრიანი 4 ლარი ღირდა და ანუ უკვე duty free-ში რო გადიხარ, იქ ღირს 6 ლარი. ხო და ეს 10 ლარი ღირდა. მაგრამ ლარებში არ მიყიდია. ბერძნულ ბარათზე, ბანკის ბარათზე ანგარიშზე მქონდა და 3 ევრო და 17 ცენტი მოუწია და იმითი ვიყიდე, იმიტომ რომ ქეშაც ხურდა არ მქონდა. და ბარათი მქონდა საბერძნეთის ბანკის. ხო და ერთი სიტყვით ესე 3 ევრო და 17 ცენტი დამიჯდა 10 ლარიანი ყავა. კაპუჩინო. წავედით? დავედით. მოვედი სახლში. ვისაუსმე. ესე გამოვიბრანჭე, რომ მოვკრიფო ყურძენი. მინაიდან და რადგანაც მამაჩემი მიდის ძალიან ადრე, 7:30, 7 საათისთვის სამსახურში და ბრუნდება საკმაოდ გვიან. ყურძენი არის მოსაკრეფი და მამაჩემს დასვენება ფაქტიურად არ აქვს. ამიტომ ყურძენი უნდა მოვკრიფო მე. მე ცოტა მოგვიანებით მოვა ჩვენი უსაყვარლესი შალვა-ბაბუ და ის მოგვეხმარება და სანამდე ის მოვა, დავიწყებ კრეფას. როგორ გამოვიყურები.
წავიდეთ და ვნახოთ მაიკო ზედა რო უკვე მამაცი არ მიმჩნევთ. მეთქი რა არის? ეს გამოვიცვალოთ ჯერ შევაბრუნოთ და წაყვა ჩავიცვათ და მე წავიდეთ მოკრიფოთ. ვნახეთ რა ამბავი აქ. მოგვეხმარა შალვა ბაბუ, მოგვეხმარა ჩემი ძმის ძმა კაცი. ხო და ახლა გაჩვენეთ რა კარგად გამოვიყურები მე. ესე გამოვიყურები მე. ამ ხელას ეშველება თუ იცით? მაგრამ არ უზომოდ ყვაყოფილი. ხა დავიბან. წყალს გადავივლებ. არა, ჯერ არა. წავალ ჯერ მოვხვეტა. გარეთ. ხო და მე სხვა დანარჩენს მივხედა. საქმიანი მე. ვიბანა მოუწესრიგდი მოვედი ფერზე ცოტა და ეხლა მე და ქალბატონი ეველინა მივდივართ ქუთაისში, ხო? ხო. ხო? ხო. კაცი პატარა. ანუ ჩემოვალთ მე სამეცნიერო ძალიან ბევრი. ჩემ თავს უყურებ. თუ ბოლომდე მომცილდა ყურძისგან. სულ ესე მკლავები მქონდა ესე დაწითლებული. ყურძნის წვენისგან. მოვკრიფეთ 85 კილო წითელი ყურძენი და 31 კილო თეთრი. ყოჩახდე რომ შემახსენე, მადლობა. თურმე გამოვშტერდი. დავედით. ტადამ. ყავდა ევეკო მოკლედ 10-რაზე გავუკეთეთ და მოსაცდელში რომ ვიცდიდით დერეფანში ერთი ქოქო მოდიოდა თავის მეუღლესთან ერთად და მოყავდა ჩვილი. ისეთ ჩაყვარელი რომ ესაც ეძინა და შენო მაიკო არ ახარო. და თურმე ჩვენი გამომწერი ყოფილა და ესე გამეხარდა რომ გამომეხმაურა და როგორი უხერხული შეგრძნებაა თითქოს თქვენ სულ მე ძალიან კარგად მიცნობთ და მე თქვენ არ გიცნობთ. მე გამეხარდა ძალიან. თან ისეთი ციცქნა პატარა ყავდა ახუტებული ხელში. ისეთ კბილად ეძინა ეველინა გაგიშთა სიხარულისკენ. ვაიმე ლოგული პატარა იძახდა. თან პატარებს რაღაცნაირად ენას უქცევს. ვითომ მათ გასაგებენაზე ესაუბრება და მე წამოვედით იქედან. გავიარეთ კარფურში და იწყო რაც დაიწყო. აიღო პატარა ურიკა და დაადის ამ თაროებს შორის ეძებს რაღაცებს. მარილენი ჭხირები უნდოდა და დავთანხმდი, კარგი მოთხარი გეყიდით ხა და არჩია. ერთი თავისთვის, ერთი დანიელასთვის. დანიელა არ ავიწყდება, სხვა შორის არც დანიელას არ ავიწყდება არასოდეს. ხო და ეხლა წამიყვანეო მეო იაპონურიო მაკარონი მინდა. მეთქი რა იაპონური მაკარონი შვილი. წამიყვანე მაკარონებში. მეთქი რა ასეცებს. იაპონური მაკარონი მინდა მეო. რა გინდა დედიკო მევთხარ. რა მოგინდა ესეთი თან იაპონური რა საიდან მოიტანეთ ხო და ვერც კი წარმოიდგენთ რას მიადგა საყიდლად. ვიღაცას ეგონება რომ ანაკომის სუპზეა ჩემი შვილი გაზრდილი. ერთი ლუკმა წვეთი გრამი არ აქვს არასოდეს ანაკომის და დოშირაკის მსგავსი არასოდეს არ აქვს ნაჭამი. და ისე გამიბრასდა რო არ ვაყიდინე. ლამის ტირილი დაიწყო იქ. გოგო მევთხარ საიდან მოგივიდა ასრად, სად მოგაფიქრდა. მეო იაპონურიო მაკარონიო მინდოდაო და მე დამარტყა ტვინში წამოვიდეთ უკვე მანქანაში ვფიქრობ მეთქი აი საიდან ებეკო.
საიდან და ჩვენ ხომ ახლა ძალიან ხშირად არა, მაგრამ როცა ესე მოგვინდებოდა ვუკვეთავდით ათენში ქართულად ატრიას ეძახიან მე მგონი ეს ბრინჯის ნუდლსი რო არის ქათამთან ზღვის პროდუქტებთან ერთად გაკეთებული და ესე მუყავს კოლოფში რო დებენ ჩხირები რომ მოყვება და მთელი ამბები და მე კი მომინდა ახლა შევჯამდი დიდი სიამოვნებით მე მგონი ანაკომის სუფსაც დავთანხმდე ამ მომენტში ისე ვარ არა გვაქვს სახში არ ვღეთრობს მაგრამ ხოდა ამ ჩემს შვილს მოუნდა სავარაუდოდ აი ეს რასაც ჩვენ იქ უკვეთავდით იყო ბრინჯის ნუდლსი კვერცხით სხვადასხვანაირები ხოდა რატომღაც გაიგიო ალბათ სურათიდან გამომდინარე იქ რო ახატია და მე ერთი უნდა ვუყიდო ეს ცალკე ეს ბრინჯის ნუდლსი ვიყიდო და გავუკეთო ქათამით და ბოსტნეულით, იმიტომ რომ სახშიც ძალიან ხშირად ვაკეთებდი ვოკის ტაფა ხომ მქონდა და ხშირად ვაკეთებდი ხოლმე და ჭამდა ძალიან კარგად. და გაიგივა ანაკომის სუფთან ამ ჩემმა შვილმა. ესეთი ამბები გვაქვს. ხვალ ვარ დაბარებული ბაღის კრებაზე. კომიტეტი უნდა შეიქმნეს თუ რაღაც. და მენეჯერიო გაგესაუბრებათო და მეთოდისტიო. დანიკოს ყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები ბაღში, სოფო მასწავლებელი და ცირა მასწავლებელი და ძალიან საყვარელი ძიძა, ქალბატონი ციალა, რომელიც 40 წელია ბაღში მუშაობს. ისეთი საყვარელი ქალბატონია, რომ არ ვიცი. ასორე, ჩვენი ქალბატონი კმაყოფილია ბაღით. და კუჭი ამიწრია და ახლა კაცო ამ საჭმელზე საუბრით. რა დროს ჭამა მაიკო. გვიანია ძალიან დაწეკ დაიძინე. ყურძენ რომ მოკრიფე. თითებში ეს რაღაცნაირად სიშავეები მაქვს დარჩენილი. ხეხე, მაგრამ არ მიშველა. ასე იცის ბატონო შრომა. ავედი ახლა. დავისვენე, დავიძინე, დაგემშვიდობებით. ახლა მშვიდობიან ხამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.